საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. შვიდობის. ვაიმე, თქვენ თუ ამ ხმაურში გეძინათ, ყოჩაღ რა. საერთოდ არ გამიგეხმაური, რა ხდებოდა? მე მაკა, ისეთი ჭექაქუხილი იყო, ჩამოიქცა ცა. წამოვხდი, მე დავიარე და ყველაფერი გამოვრთე. რატო არ გამაღვიძა? კაი რა მომერიდა რა, არიცი რა დებება. ამასობაში თავზე დამათენდა და სადილიც გავაკეთ. მეგაისუნია. ცოტა შორის მართლა კარგი ჩახოხბილი გამომივიდა. როგორც ყოველთვის ქალბატონო მოგონა. მაკა დედიკო ხო გასინჯა? ეხლა არ მინდა. მაგაზე გაწვენინებ? აგერ არ ვარ. მე ამ სახში არც სადილის დრო იციან და არც აუსმის. გააღვიძე ბავშვები? კი, ცამენ უკვე. დე გუშინ სკროლავდი Facebook-ს და აღმოვაჩინე ესეთი ტური 5 დღიანი ვარშავაში, თავის ტრანსფერით, თავისი ექსკურსიებით 500 ლარად. რა იაფია? ხო, მაგრამ არ მინდა ვარშავა. რატომ ქალბატონო მოგონა? ძალიან ლამაზი ქალაქია. მასწავლე ახლა შენ. შენ დაბადებულიც არ იყავი, მე რო პრაღაში და ვარშავაში დავდიოდი. და მაპატიეთ რომ გვიან დავიბადენ. კაი, მოუწევი სხვა რამის. ნუ, სხვას თუ ვერაფერს ვერ იშოვით მაგ ფასად, წავალ მაშინ პრაღაში. აუ, მამა, აბა გადაჩევჭამთ ადგებსო. კარგი რა ბები რა, არ შეიძლება ეს ქუჩაში ჭამა რა. ეხლავე გაგიკეთებთ გემრიელ ბუტერბროდებს. მამა. მაკა, უთხარი ბავშვებს რამე, არ შეიძლება ეს ქუჩის საჭმელი ყოველ დღე რა. დღესაც დამორჩა. დავბედი. დათო. ბიჭო, სათხარ რა შვები? სახლში ვარ გავდივარ, რა იყო? ჩამორა შენთანო რეზოში. ხო კარგად ხარ? კი, ჩამო რაღაც საქმე მაშინ. კაი, ჩამოვდივარ. რა? არაფერი, საქმე არა აქვს და არ იცის ვინ მოაცდინოს. ბავშვებო, წავედით. დროებით ქალბატონო მოგონა. დილამშვიდობის. ეხლა მე თვითონ არ მჯერა რას ვაკეთებ, არ მჯერა რომ დედა ჩემისთვის და ლეილასთვის სამოგზაურო ბილეთებს ვეძებ. ყოველთვის მშურდა აეროპორტში რომ ხედავდი უცხოელ პენსიონერებს. არა, კი არ მშურდა, უბრალოდ მეც მინდოდა რომ დედა ჩემი ესე მენახა, დედა ჩემსაც ამდენი იმოგზაურა და დამდგარი იყო ცხოვრებით. და სულ თავაზობდი. ხან თავის დაბადების დღეზე, ხან ისე. სულ ვეუბნებოდი რომ სადაც წასულიყო. ან მარტო, ან არ ვიცი, ვისთან ერთადაც გაუხარდებოდა, მაგრამ სულ უარს მეუბნებოდა, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას და სულ უარს მეუბნებოდა. არ ვიცი, ალბათ მე მიფრთხილდებოდა ისე ჩემს ფინანსებს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? თავარია, რომ ეხლა დამთანხმდა და მიდის და ძალიან მიხარია. თან ორ მაგათ მიხარია, ერთი ის რომ დაისვენებს ცოტა გაერთობა და მეორეც ამ ძია ავტოსამბის მე მართალი არ იმჩნევს, მაგრამ დათრგუნულია ძალიან და ცოტა გახალისდება. მოგეთ არ ვიცი ხა ეს მანანას იდეა იყო თუ ლეილასი, მაგრამ კარგი იდეა ძალიან და ძალიან მომწონს. ეხლა რა შეიძლება სწრაფად, რა შეიძლება იაფი და საინტერესო ტური უნდა მოვწებნო, ასე რომ გავიქეთ. რა ხალხი, შემოგიდგენთ. აბა, გაუმარჯოს, როგორ ახლა? ბიჭო, ეს ბავშვები რა იყო? დარაჯად მუშაობენ სკოლაში, ესე რა დღე რა დამიკავს? არა, ჯერ ჰოცდობზე მივდივარ. ექვსო სხვა ყოია. აუ, შეცხო წამოხო. მეარცება. ეხლა შენ სამსახურში არ გეჩქარებოდეს რა. თუ მეპატიჟებით, მაშინ. Yes. აუ, რა მაგარია. მამა, ქასა გიყენია. აი, იქით დავაყენე წუხელ, ადგილი არ იყო არსება. ბიჭო, იმიტომ არ დავდივარ ძმაო. შორი აქ დაყენება, შეხედე. ბოლოს მე რო იყიდო. მანქანის დაყენება ეზარება და ეხლა ეს ყოველდღე მეხუთე სართულზე ველოსიპედს ათრევ, შენი აზრი? მოიწყულია.
ეს შენი ნათლული სულ შენ გავს. ყველაფრის კეთება ეზარება. რატო ეხა ფეხით სიარული რო არ მეყარს და ტვირთი ზიდო რა იყო ზარმაცი ვარ? სენ სუზარმაც მეძახია. არ დავუჭერ. ამათ ვარ რაც უნდა ისერვიზა. ჩვენ ხო ვიცით რომ არ ვართ. შენ ხარ და აუ, ნახე როგორ დარბის რა ზარმაცია? სისხლს უშრობს ის. რა საქმე? ვის? შენ? აი, აღარ გახსოვს საქმე მაგრამ ხარ. ხო. არაფერი ისე აქეთ ვიყავი და გამოვიარე. ჯიგარი ხარ? ბიჭო, ისა, ბავშვებს რო დავდო, მე ერთი არქის მაგეთ რო ჩემს. ეხლაც მაგა მითხარი. არა, რო დავდო მე. ესე იგი მაინც გახსოვ. ატარა, წამ. და თქვენი საზრით ნორმალურია რომ ვიბარებთ ობიექტზე ვარო. მე სახლიდან გამორბივარ, გონია რომ დღეები ამერია და მე სათითაოდ ყველა მუშას ვეკითხები, აქ რამე შეხვედრა ხო არ ყოფილა მეთქი. ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ მართლა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე სხვა წუთას. მაგრამ მე არაერთხელ გითხარი, თუ დაგჭირდება გათავისუფლება, შეიძლება მთხოვო და გაგიშვებ, ხო ასეა? კი, მაგრამ არ იყავით თქვენ და ხო შეიძლება რომ დაგერეგა. ძალიან დიდი ბოდიში. Willad bodišops. ჩემი მრალია. მე ვიყავი საქმეზე და გამოყვა. ეს თქვენი მხრიდან ძალიან ვაშკაცური საქციელია ბატონოვანო, როცა სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებთ, მაგრამ ეს ხო სკოლა არ არის. სკოლა შუაშია, უბრალოდ მართლა მე გამოყვა. მოხდა თავმტკიცებელი საკუთები არ მაქვს და იმედია სიტყვაზე გენდობით ამ ხელადაც. გენდობით როგორ არ გენდობით. მაშინ ამ ერთხელ მე მოვატეთ. ერთხელ დამჭირდა სამსახურიდან გასვლა და მაგაც გავიყორე. აღარ გამეორდება. კარგი, ნუ რადგან ასეა, კეთილი. Შეიძლება საქმეს მივხედო. კი. ოღონდ არ დაგავიცდეთ, რომ დღეს მართლა გასასვლელები ვართ ობიექტზე. მე ხსოვს გემიცადა, მე ასეთი რამეები არ მოგწდება. დღეებიც არ მერევა. მაკა შენ ერთი წუთით დარჩი პროექტთან დაკავშირებით რაღაც მინდა რომ გავიაროთ. რა ხდება მანუსთან? ხომშვიდობა. იმ დღეს სასწრაფო, ეხლა ისი წავიდა სამსახურიდან, არაფერი არ უთქვამს. არ ვიცი, ხა შემიძლია თუ არა გითხრათ, მაგრამ რაღაც პრობლემა ქონდა და მომაგვარეთ. ძალიან კარგი. ლითვანო, ჩემი ძალიან დიდი ხნის თანამშრომელია და თუ რამე შემიძლია მე დაგეხმაროთ. არა. მე მგონი უკვე ყველაფერი კარგად არის. ძალიან კარგი. მიდი მაშინ მიხვიდე საქმეს და არ დაგავიწყდეს 3 საათზე მართლა დასასრულებელი ვარჩენ. კი, და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში. კარგი, არ აღუშავს. აუ რა მაგარია ბიჭო ხელაშვილები. ჩემი როდის გახდება? ესენი ხო არიან რა. გასაბო ბიჭო, ამა დაელაპარაკები მაინც არ მე წაიყვარ. ბოლო ძინავთ მაინც. შენ ძილის ამბავი გადარდებს ყველაზე მეტად, ხო ვიცი. საერთოდ არ ძინავს. არა, უბრალოდ თვითონ კი ძინავს, ჩვენ არ გვაძინე. არა უშავს, ვინც გამოვიარე. ხო და იქ შურს ზუსტად. მიეჩვევი, ნუ ნერვიულო. რა საქმე ქონდა მოყევი? ბიჭო, არ მინდა რომ ინერვიულო, მაგრამ პრინციპში სანერვიულოც არაფერია. ხო გიჟი ვარ ვინერვიულო? უბრალოდ ნანამ დამირეკა. მერე? რაღაცა ვირუსის მერეო სისხლის ანალიზების პასუხია არეულიო რა. ვიცი მეც ვნახე იქ რამოდენიმე ადგილია გაწითლებული, მაგრამ ხო, იმანაც არაფერიო, ისე გადამოწმება მინდა უბრალოდ. ხო და მაგიტომ ხო გითხარი, მაგიტომ არ მევასება მექიმებთან სიარული, ხა 1300 დამავალებს კიდე რა. ბიჭო, რა თუნდა ეხა რანას შენი წვალება. უბრალოდ რამე რო არ გამოგჩესო. და რა ქნასო? ბიჭო, რენტგენი და მუცლის ღრუს ეკოსკოპიის პასუხები მომიტანოსო. გადავიღებ და მივუტან. მოიდა, არა, დღესვე უნდა. დღეს შანსი არაა, საქმეები მაქვს. ნახევარი საათის ამბავია. ხო და გადავიღებ და მივუტან. ზეგ. აი ხე ჩაგიждები მანქანაში და არ გადავალ. რა გადამაგდებ? ბავშვობა, შუა ხუჩა. ებო, ჩოფტო შენ ბავშვ. რა დაგემართ 1 საათის ამბავია. აუ ეს ვინ არის? მურად, ბიჭო, რა დაგემართ? კარგი, გადავიღებ მაგრამ. და ეკოსკოპია. რამდენ კალორიას იღებთ რა გჭირთ?
იცით რა ვაღართ ვარ გოგო. კიდევ კაი ფიტნესი ავირჩიე და ვეგეტარიანელობაზე ვარ თქვენ. კარგია რომ მოგწონს. მომწონს კი არ ინსტრუქტორი მეუბნება ესეთი მონდომებული ქალბატონი ჯერ არ მყოლია. მართლა? მე გამოცვალე ინსტრუქტორი. რატომ? აი მე აბა ქალბატონი ვარ მე. მე ვარ გოგო. გოგონა. მოიცადე ხეთი ვიროჯი შოტანი დავიყენო, რომ მაგარი გოგო გავხდა. ქალბატონია. ვეგეტარიანელობა რო აგერჩია, ცხოველებს გადაარჩენდი. აი მე ხო? კარგია ვეგეტარიანელობაც. აი მე მარხვაზე რო ვარ ხოლმე, ისე მსუბუქად ვარ. მომენატრა მარხვა. კაი მართლა მოგენატრა? და ცოტა რო იმარხობა. არაო მამაო, ცილები უნდა მეიღო და უკაცრავად ექიმია. არა, მაგრამ 9 შვილი ყავს და ნუ გამოცდილია ამ ამბებში. აი მე 9-ში. აბა მე კიდე მე-5 ძლივს ვაჩენ. რა სირცხვილი. აუ ხო, ნაკე მაგრატა ხავს. თქვენ საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები. ნუ შენ კაი, საპატიო გაქვს. შენ ელენი, როდემდე უნდა იყოს გიო, მარტო და დედის ერთად. ო, რა ვიცი, თია მართალი ხარ, მაგრამ სანამ ცოტა დიდ ბინაში არ გადავალთ. კაი რა. არ გაგიგია მაინც. ყველა ბავშვს თავისი სარჩო საბადებელი მოყვებაო. მე არ გაუგია. იზოსიკო მაგალითად სუტიტველი დაიბადა და ერთი ბოდეც არ მოყოლია. სარჩო საბადებელი. აუ ისე რა მაგარია სპექტაკლშიც რა ერთად ვართ. გული სამიბაგბაგებდა სანამ თქვას რომ ყენულის დედოფალი ნინი გეწაძეა. ხო და მე ისე გამიხარდა რომ შენ გერდა ხარ. მაგრამ ახლა მთავარია ვინმე ბიჭებო, ვინ სპექტაკლს არ ჩაშლის. ო ვერ ნახე, არც ერთ ბიჭ არ მონა კაის როლის თამაში. და ისე რატო? იმიტომ რომ სულელები არიან. ნუ ალბათ ეშინიათ სცენაზე დგომის და ყინულის დედოფალს თუ არ დავდგავთ, მაშინ რა უნდა დავდგათ? თან ყველა სპექტაკლში უნდა იყოს ბიჭი. აუ ვინმეს უნდა ვთხოვოთ, თან ძალიან. აი მაგალითად ვის? ერთი ბიჭი ვიცი, აღონ შენ უნდა თხოვო. სანდრო არ არსებობს. გამორიცხული. შენ თუ თხოვ არაფერია გამორიცხული. არ დამთანხმდება თქო გეუბნები. მე დამცინებს და რა გინდაო მეტყვის. აუ ფული მაინც გადაგვიხადონ რა, მაღაზე მაინც დამთანხმდებოდა. ო, ფული გადაგვიხადონ, მაგრამ მეც დავთანხმდებოდი. შენ უკვე დათანხმდები. ისე ხო. აუ რა მაგარი იქნება ხან შენთან რო ველით რეპეტიციაზე ხან ჩემთან. სანდროსთვის რატო იქნება მაგარი? იმიტომ გავკვეთილებიდან განთავისუფლებენ. რა იცი? რა ვიცი, არ გახსოვს შაშა მთელი დეკემბერი არ მოვიდა სკოლაში, რადგან სპექტაკლი გქონდა. ხო, მაგან შეიძლება დააინტერესოს. ხო და პირველი ეს უთხარე. კაი, პირველი მაგას ვეტყვი. რა დრო მოვიდა? ფასად ქობულეთში ვერ წახვალ კაცი. რიკა მანანა საფხარ ამდენ ხო? ძალიან დამაყრიანდა ხო? მაგრამ იმდენი იბოდიალა, იმან ვიფიქრე აღარც მას შევიღება და არაფერს არ გავიკეთებ მეთქი, მაგრამ როდემდე მევლო ასე გიჟივით რა. არა გოგო, კი არ საყვედურო. არა კაცო, მეც ვინერვიული ამდეხანს რომ მარტო დაგვტოვე, მაგრამ შენ გაგიყიდია ყველაფერი უკვე. მანანა გამიყიდია კი არა, 5 წუთიც რო დაგეგვიანა, მილანის ბილეთებს დაგახვედრებდი ნახიც. მე და შენ მივდივართ მილანში, როგორია? ძვირი ალბათ. შენ არ იცნობ ლეილას. ნახე. 720 ლარი თავისი ბილეთებით, სასტუმროთი და ერთი დღე ვენეციაში გასეირნები. დედა როგორ გოგო? როგორ დაენაცვალოს შმაგის დედა. გუშინ დავიწუწუნე მე და მანანიკოს წასვლა გვინდა მეთქი და ეტყობა უთხრა იმ თავის ქალბატონს. იმას კიდე ოღონდ სხვის საქმეში წვირი ჩააყოფინა და ამირეკა დღეს. რო რაღაცო იაფიანი ტური არისო. ჩემ მეგობარს ააქვსო და ეს თვითონ ეტყობა ახლობლები ყავს, თორე მე და შენ ვინ მოგცემდა ამ ფასად ლეილა? გოგო, არიცი რა გამძვრალია ჩემი რძალი, ყველგან ახლობელი და მეგობარი ყავს. ой, გაიხაროს მაგარ რა. მანანიკო ვერ წარმომიდგენია 3 დღეში მე და შენ მილანში რო ვისეირნებთ. დედა. ხო და შენ ძალს კი ეკუთვნის ერთი კარგი საჩუქარი ჩვენგან. ჰა? შენ რა შუაში ხარ? მე უყიდი რამეს. როდის იყო მე ვინმესთან ვალში დავრჩენილ ვარ. ხო და ჩამოუტანოთ მილანიდან კარგი საჩუქარი. მილანიდან, მილანში ეღირება 20 ბირი. წავალ აქ ბაზრობაზე და უყიდი რამეს. რაც ამბობ ეხა ლეილა?
მანანა იტალიურს. გიორგი, ხო? კი და თქვენ მიხართ. მე ვარ მამაშენის მეგობარი. არის რა მამაშენის მეგობრები? კი, მაგრამ თქვენ ვერ ცნობთ. ვა, გიო, გამოხვედი? რა ხდება? არაფერი, აი შენ ბიჭს გამოველაპარაკე რა. გამაგარი ბიჭი ყოლია. კი, კაი ბიჭია. ჩიგარი. კი, კაი ბიჭია. უბრალოდ დამავისლა რომ გამეფრთხილებინა რომ უცხომა კაცებს არმა გამოელაპარაკოს ქუჩაში. რა, შენ მეგობარია და რა. კი, ჩემი მეგობარია, მაგრამ სანამ მე არ გადაცვლა, არავის არ გამოელაპარაკო. წავედი. აბა მაგრად ლევან. გიო, კარგად, გიო. ნახავ მე რა. დიახ. გამარჯობა. შეიძლება? გამარჯობა. გამარჯობა ზაზა. ოი დასხედით. აი დაიპლევის შერეგები მომდა. უკვე გააკეთეთ? არა მოგასუნთქა ესე იგი, ამომხადას. ღელავს თქვენზე და იმიტომ. და რა, არის მიზეზი მეც რა ველდე? უნდა გამაგებინა მანდრას ხედავთ ხოლმე. ნუ, ელენთაა ცოტა გადიდებულიო. ცოტა კი არა ძალიან არის გადიდებული. აი, ნიშნავს მე რამეს. და თუ ეგ ყველაფერი შეიძლება ნიშნავდეს, შეიძლება ვირუსის ბრალიც არის. მაგრამ ცადე დება გასწორდი. აი, აქ ხო არ გტკივა. არა, აი სიცხის დროს მტკიო და ოდნავ. ხელის მიდებით ისიც. კარგი, მაშინ თავბრუსხვევა, სისუსტე ხომ არ გაწუხებს? სისუსტე, ისეთი არა როგორც. ანდეი და უბრალოდ ვირუსია, ხო? და თუ ახლა მაგას ვერავინ ვერ გეტყვის. თავიდან უნდა რამოდენიმე დღეში ჩავატაროთ აუცილებლად კვლევები და ვნახოთ. და რამოდენიმე დღეში თუ კარგად ვიქნები და ეს ანალიზები არ გავიმეოროთ? არა, არავითარ შემთხვევაში ზაზა. კვლევები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მე ხმარ არ მომიგია, გეფიცე. და ქალბატონო ნანა, რა შეიძლება იყოს ამ არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ საერთოდ ეგეთი რაღაცები თქმრობა არ შეიძლება. ძალიან დიდი ცვლილებებია თქვენს კვლევაში. და რა შეიძლება იყოს ამ ცვლილებების მიზეზი? რა ვიცი, ხო თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს ვირუსის ბრალიც, მაგრამ სხვა შემთხვევებში როგორ არის ხოლმე? მოდი წინასწარ ახლა ნოვინერვიულობ. ანუ უნდა ვინერვიულობ კიდეც? ხო გითხრა რომ სანერვიულო არაფერიაო რა და გემართა. ქალბატონო ნანა, დაახლოებით მაინც მითხარით რაზე გაქვთ ეჭვი? ზაზა. მოდი მაშინ პირდაპირ გეტყვით. მე არ მომწონს თქვენი სისხლის ფორმულა. თან ეს ელენთაც გადიდებულია ლიმფური ჯირკვლებით და მოკლედ ეს ძალიან გავს ლეიკემიას. მაგრამ მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აუცილებელია ამ ანალიზების თავიდან გაკეთება, დაკვირვება და გასაგებია. ბუდიში ნაგადეიდა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ვირუსის აი, არ მოგაცდენ თავი, წავედი. ერთ კვირაში გეულდებით, აუცილებლად. ნახვამდის. ნახვამდის. ეხლა რაც არ უნდა მითხრას, ხო? ამაზე მე გამოკვლევას აღარ ჩავიტარებ და შეხლა აღარ ამგარი. აუ ბიჭო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მოგასვიცა, ამიჯე. აი, დავშვიდე ხო, ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე ძმა. რა ვიცი. მე ვიცი. ეს დავეთქვი მაგას. აუ, შეგვიძლია. ისე მივიტყოდი. ნინი, წყალს მომიტან.
თუ კიდე კომბოც მოგიდან. ბებოს გაკეთებულია და უგემრიელესია. დაუშვათ მინდა. მართლა ომიდან. კი. მოწამულს ხო? რა მოწამულს? რა, გადავამოწმე მაინც. თუნე შოკოლადს მოგიდან. დათოს ჩამოტანილია. მე მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე სანდრო დაამთავრებს თქო და მე შევახარბებ თქო, მაგრამ ეხლა მე მოგცემ. ხო კარგად ხარ. კი, წავა კომპოტს მოგიდან. ნინ, დარწმუნებული ხარო კარგად ხარ? მამა რო სულად იყო ხო არ გადაგედო? კარგად ვარ, რა გინდა? მე რა შენ რა გინდა? მე რაღაც მაქვს სათხარი. აჰა, ეგრეც ვიცოდი. არ მინდა ეს გამომართვი. დარჩენ შოკოლადი არ მინდა. და რა იცი რას გეუბნები? არ ვიცი, მაგრამ ისე კარგად მივული რაღაც ძალიან რთული იქნება, ამიტომ არ მინდა. საერთოდ არ არის რთული. სახალხო სპექტაკლს გავთ სკოლაში, ყინულის დედოფალს. და არც ერთი ბიჭი არ უკავს და მე და მაშინ ვიფიქრეთ, რომ შენ იქნები კაი. ვინ? კაი და ძმა არიან, კაი და გერდა. ის როლს შენ თამაშობ? არა. მაშვარი და მე ყინულის დედოფალი. და ბიჭები რატო არ გყავთ? არ უნდათ ალბათ. და რატო გონია რომ მე მომიდება? მე და მაშინ გთხოვეთ. არ მინდა რაღაც სისულელე სპექტაკლი. საერთოდ არ არის სისულელე რა. და ჯერ ერთი რეპეტიციაზე გაკვეთილებს გაცდე. აბაკი. მართლა? და რატო არავის არ მოუნდა გაკვეთილების გაცენა? რავი, არა ალბათ. არ არსებობს. და რომც არსებობს, მაინც არ მინდა. აჰა, აიღეს. აი, რა უჟმური ხარ, აი, საშინელი. ვიყო უჟმური საშინელი. მაინც არ ვიტამაშო. სანზე შენ ხარ? სპასელოდი ვინმე ეს? არა, შენ გელოდი. ნახე რა იდილია დაგახვედრე? გემრიელია? რა, ეგარი ნამცხვარი იდეალი, მე დაგახვედრა იდილია. მანანას წინავს ბავშვები. თავიანთ ოთახში საახალწლო საჩუქრების სიას წერენ და მე ვარჩევ ნაძვის ხეს. იქნებ გამოწერით მოესწროს. რა? როგორ არა? როგორ არა? ცოტხასიათზე ხარ? არა, ყველაფერი კარგადაა. კაი, მაშინ რა ხარ ყველაფერი კარგად არის? მოდი დავტკბეთ ჩვენი იდილით. მათი. აბარა. მე გადავივი. მე გამოვიდა. ვახშმოთ ხო? აი რა მე გემრიელს დაგახვედრე. ჩემი მამას კულინარი.